დაძისაითა და სულისაწმინდისაითა. ამინ. ყოველ სასულიერო პირის ევალება წირვისათვის ქადაგების მომზადება. მეც ვცდილობდი რომ მომზადებულიყავ გუშინ ქადაგებისთვის, მაგრამ რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, მე ქადაგების მომზადებას უფრო თეორიულად ვცდილობდი, უფრო წიგნებიდან. სინამდვილეში კი მეზვერის და ფარისევლის კვირა უკვე მართვის ამზადისია და ფარისევლობა არ არის საძიებელი წიგნში. ფარისევლობა უმეტესობა საძიებელია საკუთარ თავში. მაგრამ რატომღაც თითქოს სხვაზე ვლაპარაკობ. თითქოს არ ვიცი ეს რა არის. ამიტომ უფრო თეორეტიკულია ეს სამზადისი ამ ქადაგების. უპირველეს ყოვლისა, რაც ამ საკითხავთან დაკავშირებით უნდა ითქვას, რაც ლუკას სახარებაში აღმოვიკითხეთ ჩვენ დღეს, მეზვერისა და ფარისევლის სიგავი უფლის მიერ წარმოთქმული. არ უნდა ვიფიქროთ, რომ ფარისევლობა თუნდაც ძველ აღთქმაში წარმოიშვა ჟულის მოცემის შემდეგ. არამედ ფარისევლობა არის ძალიან არქაული, ძალიან ძველი, დიდი ხნის ცოდვა. ყველაფერი ახალი კარგად დავიწყებული ძველია. რატომ არის ძველი ეს ცოდვა? იმიტომ რომ შეიძლება ითქვას, პირველ შეცოდებიდან გამომდინარე, ვიდრიკა რა ადამიანის, ანუ ადამის ბუნება შეცოდებისკენ და შეცოდა რა ადამიანმა, დაეცარა მისი ბუნება, აქედან მოყოლებული არსებობს ფარისევლობა. ჩვენ შეგვიძლია დავაკვირდეთ წმინდა წერილს და წმინდა წერილშიც დავინახავთ თავის მოწყობას. იმიტომ რომ ფარისევლური მდგომარეობა და მეზვერის მდგომარეობა, როგორც მეზვერეობა და როგორც ფარისევლობა, ცალკე აღებული მდგომარეობა არ არის უცხო. ამის შესახებ ჩვენ წმინდა წერილი მრავალგზის გვეზრახება. და ერთ-ერთი ყველაზე მთავარი რაც არის, უპირველეს ყოვლისა, რაც ჩვენ შეიძლება თვალში მოხვდეს წმინდა წერილის გადაშლისთანავე, ეს არის დაბადების წიგნის სხვა თარგმანების თანახმად შესაქმი. ანუ ბიბლიის პირველი წიგნი, მოსე წინასწარმეტყველის მიერ აღწერილი. და როგორც ლუკა მახარებელი მოგვითხრობს ჩვენ მეზვერისა და ფარისევლის იგავს, ასევე მოსე წინასწარმეტყველი მოგვითხრობს ჩვენ ორი ძმის შესახებ რეალურ ამბავს. ეს არ არის იგავი, არამედ რეალურად აღსრულებულია. ორივე სამსხვერპლოსთან არის, ანუ ორივე სულს სხვებს შეწირვა. ერთმა ნათავარი შესწირა, ანუ განსაკუთრებული, ყველაზე საუკეთესო, ანუ გულით. ერთმა არ აიმაღლა თავი, არამედ სიმდაბლით და ღვთის წინაშე და მხოლოდ ღვთის სათნოყოფას ეძიებდა. მეორეც მივიდა შესაწირავად. მაგრამ ის მეორეც იყო. მეორე მივიდა იმის გამო, რომ უნდა შეეწირა უბრალოდ. ესეთი წესი იყო. ადამიანი არის რა უკვდავი სულის მქონე. მით უმეტეს ეს ორი ძმა, არც მეტი არც ნაკლები, კაინი და აბელია და იციან დედისგან და მამისგან, ადამისა და ევასაგან, რომ ისინი სამოთხის მიღმა დარჩენილი ადამიანის მოდგმის წარმომადგენლები არიან და რომ ისინი სამოთხის მიღმა მყოფობენ ჯერ კიდევ მაღლა ცხოვრობდნენ, ანუ ედემის გასწვრივ და მოეხსენებათ ედემი მაღლობა ადგილზე იყო გეოგრაფიულად. ეს ხსოვნა მათ ჰქონდა და იცოდა ამ ორმა ძმამ და კაინმაც იცოდა, რომ უნდა შეეწირა მსხვერპლი. მაგრამ როგორც ლუკა მახარებელი დასკვნის სახით ამბობს, ანუ როგორც ქრისტე დასკვნის სახით ამბობს იგავში, რომ ის კაცი, ანუ მეზვერე, გამოვიდა განმართლებული, ასევე შეიწირა აბელის ნათავარი ღმერთმა და მიხედა მის მსხვერპლს, როგორც ამას მოსე წინასწარმეტყველი ამბობს. არსობრივად აქ ერთი და იგივეზეა საუბარი. მართალია მეზვერეობას ნეობრივ მოუწესრიგებლობას უკავშირდება, ხოლო აბელი ამგვარი არ იყო. აბელი არის ერთ-ერთი პირველი მართალი ძველი აღთქმისა და სხვათა შორის იგი აღდგომის ხატზე გამოისახება ქრისტეს ზურგს უკან, შეიძლება ითქვას, ანუ ფონზე გამოისახება დავით წინასწარმეტყველი, იოანე ნათლისმცემელი და აუცილებლად აბელი. აბელი გამოისახება კობლის მაგვარი ჯოხით, რაც მიგვანიშნებს და ტყავით არის შემოსილი, რაც მიგვანიშნებს იმაზე, რომ იგი არის მწყემსი და მწყემსი კეთილობის და ნათავარობის შემწირველობის, გულით, სინანულით აღსრულებელი ყოველი ღვთისმსახურებისა არის აბელი. ამიტომაც მიხედა აბელის ნათავარს ღმერთმა და კაინის მსხვერპლს არ მიხედა.
აი ამ მაგალითიდან ჩვენ ძალიან ბევრი რამის გაგება შეგვიძლია ფარისეულობასთან დაკავშირებით. Როგორ გრძელდება ეს ნამდვილი ამბავი და არა იგავი? გრძელდება იმით, რომ ფარისეულობა, ანუ გარეგნული პირსახურება ისე რა უნდა შევწირო ღმერთს, აი ეს დამოკიდებულება შობს, იმიტომ რომ ყოველთვის გამოჩნდება მეორე ადამიანი, თუ მე ზედაპირულად შევწირავ ღმერთს მსხვერპლს, რომელიც გულით შესწირავს და ღვთისწყალობა გარდამოვა მასზე და საცნაური იქნება მისი ეს მადმოსილი მდგომარეობა და მე შემშურდება, იმიტომ რომ მე რომ აღვასრულებ გარეგნულ ღვთისმსახურებას, ამით თავსაც მოვიტყვევ და თავი მორწმუნე მეგონება და აი ეს სისწრაფე აღსრულდება რა ჩემ შინაგან სამყაროში, ჩემ მკვდარ სულში მე მიუხედავად იმისა, რომ გარეგნულად შევწირე ღმერთს მსხვერპლი, მექნება მოლოდინი მადლისა. სინამდვილეში კი მადლს მიიღებს ის ადამიანი, რომელიც გულით შემწირველია და მე შემჩურდება მისი, როგორც კაინი შეშურდა აბელისა. და მე რა იწყება ამის შემდეგ? ამის შემდეგ იწყება ბოროტი განზრახვა. არც მეტი არც ნაკლები ძნის წინააღმდეგ. და აი ეს ბოროტი განზრახვა მათმა მოძღვარმა შეამჩნია. ვინ იყო კაინის და აბელის მოძღვარი? უფალი. ამიტომაც მათი მოძღვარი, ანუ ქრისტე, ეუბნება მას, ანუ კაინს, ცოდვა ჩასაფრებულია კართან. შენსკენ აქვს მას თოლა, შენ კი ბატონე მასზე. ანუ აფრთხილებს როგორც მოძღვარი ამ შემთხვევაში, რომ ყურადღებით იყოს. მისი გულის მდგომარეობა არაჯანსაღია. მისი გულის არაჯანსაღი მდგომარეობა დაიწყო არაჯანსაღი სრულშეწირებით, ანუ გარეგნულობით, ანუ ზედაპირულობით. და ამ გარემოებამ ნიადაგი მოუმზადა მის გულს, რომ აღმოცენებულიყო ძმის მკვლელობა და ვიცით ეს როგორ სრულდება. ეუბნება ძმას, რომ გავიდეთ ველად და კლავს კაინი აბელს. ანუ ეს მდგომარეობა მის გულში მომწიფდა. ამიტომაც ფარისეულობა აი ამ ნათქვამიდან რაც უკვე ვთქვით, პირველი არის არქაული. ფარისეულობა შობს შურს, ფარისეულობა შურს ძმის მკვლელობას. ამის შემდეგ ისევ მინდა ფარისეულობასთან დაკავშირებით თქვა, რომ ფარისეულობა არის თვითკმაყოფილება. თვითკმაყოფილება, იმიტომ რომ როგორც უკვე ვთქვით, ადამიანი თავს იტყუებს, თითქოს მართლა შეწირა, თითქოს გულით შეწირა, თითქოს მთელი არსებით იყო ამ სრულშეწირვის დროს და მოლოდინი აქვს წყალობისა. ამიტომ ის სიცრუე, რომელიც საკუთარ თავს დააჯერა ადამიანმა, თვითკმაყოფილებას იწვევს. ამიტომ როდესაც მეუბნებიან, რომ გონება გამბნევის პრობლემა აქვს ლოცვაში, ვიცით რომ ორი მხარე არსებობს. გონება გამბნევასაც აქვს დადებითი მხარე. გონება გამბნევის დადებითი მხარე არის ის, რომ ჩვენ არასდროს არ გვექნება თვითკმაყოფილება. გონება გამბნევა არის იმუნიტეტი იმისა, რომელიც ამ სენს, ანუ ფარისეულობას წინ აღუდგება და არ დაუსმეულდებით ჩვენ ამით. მეტნაკლებად ამის საშიშროების წინაშე არ დავდგებით, იმიტომ რომ თუ მე არ ჩავთვლი, რომ რაღაც გამოდის, თუ მე არ ჩავთვლი, რომ ლოცულობ, თუ მე არ ჩავთვლი, რომ გამომივიდა ეს და ხედავ ამ გონება გამბნეულობას, მინიმუმ არ მექნება თვითკმაყოფილება. თვითკმაყოფილებიდან გამომდინარეობს სიცარიე. იმიტომ რომ ადამიანს გონია, რომ ახსოვსია მადლი. იმიტომ რომ თავდაპირველად მოიტყუა თავი. მერე მადლმოსი თეორიულად ხელმძღვანელობს. ეხლა მე ხო აღვასრულებ მსახურება, აღვასრულე. ეხლა თავი ხო მოვიტყუე. მე რა უნდა ეხლა მადლი უნდა გარდამოვიდეს ჩემზე. და აი ეს მოლოდინი, ეს შთაგონება, ეს ილუზორული მდგომარეობა სიცარიელეს იწვევს. და შეიძლება ადამიანი გვეგონოს ღვთისათნო, გვეგონოს ეკლესიური, გვეგონოს ღრმად მორწმუნე და გადავარდნილი სარწმუნოებაში, მაგრამ როგორც კი დაველაპარაკებით, მას აღმოვაჩენთ, რომ სიცარიელია. აღმოვაჩენთ, რომ წმინდა წერილი არ იცის, აღმოვაჩენთ, რომ არც ისე მოწესრიგებულია. შეიძლება მოწესრიგებული იყოს ზედმიწევნითი ღვთისმსახურებაში, ანუ ის რაც კანონი აქვს შესრულებელი ყველაფერი შეასრულოს, მაგრამ როგორც მოქალაქე ვერ ვარგია და საქმეში არაა განვითარებული მისი სარწმუნოება და ეს გაუნათებლობა სარწმუნოებაში საქმისა მომდინარეობს მისი სიცარიელისგან. და საბოლოოდ ეს მდგომარეობა არის რეგრესული და მიდის შინაგანი ყდომისკენ. ამიტომაც, როგორც კაინს ეუბნება ღმერთი, ცოდვა ჩასაფრებულია კართან, შენსკენ აქვს მას თოლა, შენ კი ბატონე მასზე, ეს არ არის მხოლოდ კაინის მიმართ წარმოთქმული სიტყვები, ეს არის პირველი ასკეტური შეგონება, შეიძლება ითქვას ასობრების ისტორიაში, რითაც ჩვენ გვაფრთხილებს ღმერთი. და კიდევ, ფარისეულობა არის სინდისის გაუმტკივარება და უკდავის სულის მადლით შევსების
სანაცვლოდ გაუმტკივარება. ანუ ეს რა მდგომარეობა, როდესაც აი მაგალითად ყავს შვილი და შვილშია. მოშივდა და ატირდა და მივეცი კონფეტი გაჩერდა. კიდე მივეცი, კიდე კონფეტი მივეცი, კიდე ატირდა, კიდე კონფეტი მივეცი. ესე იგი, არ ვაძლევ იმას, რაც მას უნდა, არ ვაძლევ იმ საკვებს, რომელიც მას ანატომიურ ბიორესურს მისცემდა, რომელიც მას განავითარებს, უბრალოდ ვაჩვენებ, რომ აღარ იტიროს. მსგავსი მდგომარეობა აქვს სულს. სული ყოველთვის ითხოვს. უკვდავი სული ყოველთვის ითხოვს რას? საფრთხომაც. უკვდავ სულს ყოველთვის შია, ყოველთვის გაუმარცხარია და მას აკავსებს მხოლოდ და მხოლოდ ერთი რამ, ღვთისმადლი. არის მეორე ალტერნატივა, ანუ სულიერი კონფეტი შეიძლება ითქვას. სულიერი კონფეტი არის ის, რომ სული კი არ შევივსო ღვთისმადლით, არამედ გაუმტკივარება გავაკეთო. და სულის გაუმტკივარება რა არის? ცოდვა. როდესაც მე მტკივა, როდესაც სულშია, როდესაც ეს მდგომარეობა მე ზრდად ხდის და ამ პრობლემის გამოსწორებას კი არ ვიწყებ, არამედ მისი მიჩუმება მინდა. და ესეც ილუზორული მდგომარეობა ვისწრაფვი იმ სიამოვნებისკენ, რომელიც სიამოვნებას მე არ მეკუთვნის, იმ სიამოვნებისკენ, რომელიც სიამოვნებას მე არ შემერგება, მაგრამ მიუხედავად ამისა, იმ პერიოდში მაინც კარგად ვიგრძნობ თავს, ცოტა ხნით მაინც მე სიამოვნება. მე ისევ ამტკივდება სული უფრო მეტი ძალით, მაგრამ მე სხვა სოდვას ჩავიდენ და მე კიდე გავაჩერებ. აი ეს არის სულის გაუმტკივარება. სულის გაუმტკივარება და საფრთხომადლის მოხვეჭის ნაცვლად. ბევრი რომ არ ვილაპარაკო, მე მინდა აღმოგიკითხოთ იმერეთის ეპისკოპოსის გაბრიელის სიტყვები, რომელიც უფრო თვალსაჩინოდ ამბობს თუ რა არის ფარისეულობა. ის ამბობს, ფარისევლობა, როდესაც კაცი შეჰკრავს პირობასა, თავის სინდისთან, როდესაც იგი შეურიგდება და დაუმეგობრდება სიცრუეს. დააჩუმებს თვისა სინდისსა და გრძნობასა, რომლითამე გარეგნობითა, ყალბითა და ცრუსათნოებითა, ყალბითა და ცრუსათნოებითა. როდესაც იგი ითმეს თავის სულში სიმრუდეს, სიცრუეს, სიყალბეს, რომელთამე არა შესამდობელთა მიზეზთათვის. ძალიან მოკლედ არის ყველაფერი და ძალიან კონკრეტულად არის ნათქვამი თუ რა არის ფარისეულობა. რა არის კიდე ფარისეულობა? ესე მარტივი არ არის. ფარისეულობა არის ალოგიკური, ფარისეულობა არის უგუნურება და ზნეობრივი რეგრესის გამომწვევი. რატომ? იმიტომ რომ რაც ცოდვის მიერია, არის დემონური. ყოველი დემონური არის ალოგიკური. ეშმაკს არ აქვს ლოგიკა. ეშმაკი ლოგიკით რო გასტუნებდეს 1000-დან 50-ჯერ თუ შეგვაცდება, იმიტომ რომ მისი სტუნება ყოველთვის ალოგიკურია. ის ისე დაალაგებს ყველაფერს, ოღონდ გვასტუნოს. თავარია სემართალი არ იყოს, თავარია ლოგიკა არ იყოს, თავარია ვსტუნდეთ. ამიტომ ამაში ლოგიკა არ უნდა ვეძებოთ ჩვენ და ხშირად როდესაც სტუნდება ადამიანი, როდესაც ამ დაცემული ბუნების წნეხს განიცდის, იდრგუნება და ნანობს, კიდევ ერთი მისი დამდგომელი არის ის, რომ ამ დაცემულობაში იგი ლოგიკას ეძებს. რატომ მომივიდა ასე? რატომ დამემართა ეს? ეს არ არის საძიებელი. ამის პასუხს ჩვენ ვერ გავიგებთ, ეს ხოლმე მხოლოდ დაგვანგრევს. ეს ხოლმე მხოლოდ სულიერ ძალებს გამოგვაცლის ჩვენ. ამიტომ ერთადერთი მაგალითი, რაც ჩვენ დღევანდელ სახარებაში აღმოგიკითხეთ და რაც ყველამ ძალიან კარგად ვიცით, ეს არის ღმერთო მილხინე მე სოდვილსა ამას. და რა ძიება იმისა, თუ რატომ ვარ სოდვილი, რატომ ვარ სალხინებელი, რატომ ჭირდება შეწევნა ღვთისა, ჭირდება. და ამას აღარ ჭირდება ძიება, იმიტომ რომ ეს ძიება არის ენერგიის გამკლავებელი. ფარისეულობა და ფარისეულური სული ვლინდება რაში? ფარისეულური სული განიკითხავს და განკითხვით კი არ კმაყოფილდება. ფარისეულური სული შეურაცხყოფს და აკნინებს მოყვას. ნახეთ როგორ ამბობს ფარისეველი, მადლობა უფალო, რომ არ ვარ ერთ-ერთი ამ მეზვერის მსგავსი. არ ვცოდავ ის მსგავსად, შევწირავ ათეულს, ვიმარხავ ორგზის და როგორც განმარტებაში ჩვენ ვკითხულობთ, მეზვერეც ვახულობდა. იმიტომ რომ მეზვერეცა და ფარისეველიც მიუხედავად მათი მეზვერეობისა, ანუ ნაკლებად-ზნეობრივი ცხოვრებისა და მიუხედავად მათი ფარისეულობის, ანუ მოწესრიგებული ცხოვრებისა, ორივენი იყვნენ იუდეველი, ანუ იუდაური ჯულის აღსრულებელი. იუდაური ჯული მკაცრად ითხოვდა ყოველ იუდეულისაგან მარხვას, მაგრამ მეზვერეს არც კი ახსენდება ღვთის წინაშე, რომ იგი მარხულობს, მაგრამ ფარისეველს ახსოვს, ფარისეველი გრძად მეტყველებს, ფარისეველი აყვედრის უფალს,
და არა მარტო აყვედებს, არამედ სტატუსს ითხოვს ტაძარში. და რადგან მას არ აქვს ფარისევლობის გარდა სხვა არანაკლები სტატუსია სხვათაშორის ეს ფარისევლობა არ არის ისეთი მდგომარეობა, მაგრამ მიუხედავად ამისა, მიუხედავად მისი ფარისევლობის, იგი წინა წარდგა, წინაშე ღვთისა. და მეზვერი არის ადამიანი, რომელიც უკან დგას, რომელსაც არ აქვს საკუთარი სათნოების ხედვა. მეზვერი არის ადამიანი, რომელიც იმ აღსრულებულ საქმეს, რომელიც მას ჯულისმიერად ევალება, არ ახსოვს, ვერ ხედავს და ვერ წარმოუდგენია ამით, როგორ უნდა იმართოს ღვთის წინაშე. ამიტომაც იგი არ მრავალმეტყველებს, არამედ წირს სიტყვავს და ამბობს, ღმერთო მილხინე მეცოდვილსა ამას. როგორც უკვე ვთქვით, ფარისევლობა არის ილუზორული მდგომარეობა. უბრალოდ ფარისევლობა და აი ეს თანმდევი მოვლენები ყოველთვის ტყუილით იწყება. შეუძლებელია ადამიანმა არ მოიტყუოს საკუთარი თავი, აი რაღაც გარიგებაზე არ წავიდეს, ან ცნიდისთან, ან უზნეობასთან, ან ადამიანურ კომფორტთან, რომელიც დაცემულ ბუნებას აამებს და ამ გზით არ აღმოჩნდეს ფარისევლობაში, ანუ სიცრუით. და როგორც ფარისევლობასთან დაკავშირებით კითხულობთ, ფარისევლობა მოძრაულად არის საუკეთესო ნიადაგი ხიბლის აღმოსაცემები. იმიტომ რომ ფარისეველს მოსწონს საკუთარი თავი, ფარისეველი არ იყურება შინაგან კაცში, უკვდავ სულში, და აქედან გამომდინარე, იგი არ ხედავს რამ ყოველივეს და არ სურს რა მის დანახვა. გარეგნული კმაყოფილდება, მოსწონს საკუთარი თავი და აღმოჩნდება ხიბლში. ამიტომაც ამბობს უფალი, ეკრძალებით ცომისაგან ფარისეველთასა, დამწიგნო მართასა. მხოლოდ ცოდნა თეორიული, მხოლოდ გარეგნული პატარ-პატარა საქმეების აღსრულებაში ჯულისმიერი არ არის მართებული. ეს არის ფარისევლობის ცომი. და ნახეთ გალატელთან მიმართ მეხუთე თავის მეცხრე მუხლში მოციქული ამბობს, მცირემან ცომან ყოველი შესვარული აღაფურნის. ყოველი შესვარული აღაფურნის. ანუ ის კიდევ უფრო მაპროვოცირებს თუ კი ფარისევლობას დაუშვებს ადამიანი საკუთარ თავში და პიროვნული ნებით ამ უკვდავი სულის ალაყაფის კარს გააგებს და შემოუშვებს მას და მის ჰეგემონიას უკვდავ სულში, შესაბამისად ესეთი ადამიანი მერე ძალიან ბევრ ამას დათმობს და საბოლოოდ იგი აღმოჩნდება არანორმალურ მდგომარეობაში, შესაბრალებლად მდგომარეობაში. და არც თუ ისე მანუგეშებელია ეს სიტყვები, მაგრამ ბრძოლისათვის განგვაცხობს ჩვენ. ეს ისევ გაბრიელ ეპისკოპოსის სიტყვებია, რომელიც ფარისევლობასთან დაკავშირებით ამბობს. ყოველნი სხვანი ცოდვანი, მხოლოდ ერთ დროს და ერთ հասაკსა შინა მოეკითხებიან კაცსა. ანუ არის ასაკობრივი ცოდვები, რომელიც გარკვეული დროის შემდეგ, ხანდაზმულობის შემდეგ ისეთი აქტუალური აღარ არის, ისე აღარ გვაწუხებს, ისე აღარ გვაბეზრებს თავს, მაგრამ ფარისევლობა სიყრმიდან საფლავადმდე მისდევს ადამიანს. და როგორც უკვე ვთქვით, ეს არის არქაული ცოდვა, ანუ ჯერ კიდევ კაინი დასნეულდა ამ ცოდვით. და ძალიან დიდი ფესვები აქვს ამ ცოდვას. კიდევ რა ფესვები აქვს ამას? ფარისევლობა არის დაცემულ ბუნებასთან კომპრომისი. ანუ დაცემულ ბუნებას ვაღიარებ როგორც ღმერთს, როგორც ბატონს, ანუ მეუფეს და შესაბამისად მას ანგარიშს უწევ და მის ნებას აღვასრულებ. როდესაც ადამიანი ცდილობს შეერჩიოს არაბუნებრივ მდგომარეობას, ეს არის ფარისევლობა. როდესაც სინდისი ეუბნება ერთს და აკეთებინებს მეორეს. ეს არაბუნებრივი მდგომარეობა და ძალით ძალადობს სინდისზე, უკვდავ სულზე და ცდილობს რომ მიაჩვიოს, გადაიყვანოს ამ რელსებზე, მაგრამ შეუძლებელია სინდისი ამას ვერ უძლებს და არაბუნებრივ მდგომარეობაში ადამიანი. კიდევ ნახეთ რას ამბობს გაბრიელ ეპისკოპოსი. ფარისევლობა ყოველთვის, როდესაც ითმენ შენს გულში სიყალბეს და სიცრუეს, როდესაც მოქმედებს სიცრუით და სიყალბით, როდესაც გონებისა და სინდისის კარნახი საპირისპიროდ ლაპარაკობ და იქცევი სხვაგვარი. ეს ყოველივე არის ფარისევლობა. და ერთ მოხს ვიტყვი კიდე და ფარისევლობაზე ამით დავასრულებ, რომ არ დაგროვოთ ფარისევლობა. ფარისევლობა შობს პირმოთნეობას, მლიქვნელობას, კაცთმოთნეობას და თვალთმაქცობას და კიდევ ბევრი უამრავი ფესვი აქვს მას. დაცემულ ბუნებაში გაგრძელება. ეხლა ჯანსაღი მდგომარეობა, ანუ მეზვერის მდგომარეობა. რა არის მეზვერეობა? მეზვერეობა არის დინამიკა. იმიტომ რომ შეუძლებელია ადამიანი გულით აკეთებდეს რამეს და იყოს პასიური.
იყოს დაძინებული, არ იყოს დინამიკაში. მეზვარეობა არის პროგრესი, იმიტომ რომ ამ დინამიკას, ამ სიცოცხლეს წინსვლა ახლავს ყოველთვის. მეზვარეობა არის შემოქმედება. ხელოსნურად ამას ვერ გააკეთებ, ამას გული ჭირდება, ამას ინდივიდუალური მიდგომა ჭირდება ყოველ დღე, ყოველსა შეიძლება დილა სხვანაირად უერთგულოს ადამიანმა, ღმერთ შუა დღეს სხვანაირად და საღამოს სხვანაირად, იმიტომ რომ ამას ჭირდება შემოქმედებითობა. და არა ისე როგორც აქამდე მიერთგულია. აქამდე მიერთგულია გასაგებია და ეს ზოგადი არის, მაგრამ თითოეული მიდგომა, რადგან ადამიანი პროგრესულია, რადგან ადამიანი დინამიკაში, რადგან ადამიანი იზრდება, იმ ძველით ვეღარ იხელმძღვანელებს, იმიტომ რომ ის ძველი უკვე წარსულს ჩაბარდა და ახალ საფეხურზეა ასული. ამიტომ მეზვარეობა უკავშირდება შემოქმედებას. მეზვარეობა არის სიღრმისაკენ სწრაფვა. ანუ ადამიანი გაურბის ზედაპირულობას. ადამიანი გაურბის რაღაც ისეც, რომელიც გარეგნულობით დააკმაყოფილებს მას, ყოველთვის გულისრევი შეგრძნება აქვს ამაზე. ყოველთვის აღიზიანებს მას რაღაც პრიმიტიული. ამიტომაც იგი ისწრაფვის სიღრმისკენ. და ყოველივე ეს დაკავშირებულია ღვაწლთან. სიღრმისაკენ სწრაფვა, დინამიკა, პროგრესი, შემოქმედება არის ღვაწლი. ანუ მეზვარეობა და ღვაწლი არ იმიჯნება. პირიქით ეს ერთადაა. ამავდროულად მეზვარეობა არის მოჭინგულობა. შეუძლებელი ადამიანი იყოს დინამიკაში, პროგრესში და არ იყოს მოჭინგული. მოეშვებოდა და ყველაფერ ამას დაკარგავდა. პროგრესი აღარ ექნებოდა. მეზვარეობა არის სიფხიზლე. თუ სიფხიზლე არ აქვს ადამიანს, ყველაფერს დაკარგავს, რაც ზემოთ შემოთვალა. მეზვარეობა არის საკუთარი თავის მიმართ კრიტიკულობა, იმიტომ რომ თუ თვითმაყოფილებაში იქნება, მაშინ ფარისეულობა მიუახლოვდება მას და ცოტა ჩასაფრებულია კართან და ჩვენსკენ აქვს მას თოლა. მეზვარეობა არის მტკიცე და შეუვალი გადაწყვეტილება ქრისტეს ერთგულებისა და შეიძლება ითქვას ამით უნდა დამოწყო. თუ ამას არ გადაწყვეტავს ადამიანი, შეუძლებელია მეზვერის მდგომარეობაში მისვლა, რომ არც ერთი ქრისტე წამის არც ერთი წამი ქრისტეს გარეშე, როგორც მამა თეოდორე ამბობს. თუ ამას არ გადაწყვეტავს ადამიანი, თუ ამით არ იცხოვრებს, თუ ამით არ იცვალებს, თუ ამას ეცდება და არ გამოვა ეს არაფერია, თავარია ეს გადაწყვეტა. თავარია ამ ცდილობაში და ამ მიწოდებაში იყოს ყოველთვის. და გადაწყვეტილება რომ აუცილებელია, გადაწყვეტილება რომ ზრდის ადამიანს, ეს მხოლოდ და მხოლოდ ჩემი სიტყვები არა, იგივე უკვე ხსენებული გაბრიელ ეპისკოპოსი იმერეთისა იგივეს ამბობს. ვიცით რომ ფარისეულმა თქვა, მეზვერემ თქვა სიტყვები, ღმერთო მილხინებენ ცოდვილსა ამას. და ნახეთ რას ამბობს ამასთან დაკავშირებით. გარნა ესეცა არა იქმნებოდა საკმაო მის და განსამართლება. ანუ მხოლოდ საკუთარი თავის ობიექტური ხედვით და სინამდვილით ვერ განმართლებოდა იგი იმ კონკრეტულ მოცემულობაში. აბა რა განმართლებდა ფარისეულს, მეზვერეს. მეზვერეს განმართლებდა შედეგი მდგომარეობა. მან მიიღო მტკიცე და შეურყეველი განზრახვა, ამიერიდან არღარა მიქცეოდა უწინდელთა ცოდვათა. ანუ მტკიცე გადაწყვეტილება, როგორც უკვე ვახსენეთ, რომ უერთგულოთ ქრისტეს, რომ ხვალ საღამოდან კი არა, ხვალ დილიდან კი არა, ამ წამიდან დაუწყოთ გამოსწორება. აი ეს მტკიცე გადაწყვეტილება ადამიანს ზრდის და მეზვერის მდგომარეობა, ანუ მონანული ადამიანის მდგომარეობა, პროგრესისკენ მიმავალი ადამიანის მდგომარეობა, სწორედ ამით გვირგვინდება. ის უბრალოდ ამით იწდება, გადაწყვეტს და იწყება მისი პროგრესი. გადაწყვეტს და დინამიკაშია, გადაწყვეტს და სიღრმისაკენ მიისწრაფვის. კიდევ რა არის მეზვარეობა? ანუ მეზვერის მდგომარეობა. ადრე თუ გვიან, აი ამ გზას რომ გაიგებს მეზვერის მდგომარეობაში მყოფი ადამიანი, მიხვდება რომ რაღაც მაინც ვერ მიიღო ბოლომდე. რაღაცა კიდე მისაღწევია. ეს ადამიანს ყოველთვის ექნება პროგრესის გზაზე, მაგრამ ეს რაღაც არ არის მართლა რაღაც. ეს რაღაც არის ისიხია. ადრე თუ გვიან მეზვერის მდგომარეობაში მყოფი ადამიანი აღიარებს სიხიას. ისწრაფვის მისკენ და ეცდება მის შემდგომას. და რატომ აღიარებს სიხიას? გაურბის ფარისეულობას და ფარისეულურ მრავლის მეტყველებას ლოცვაში. ზედაპირულობას, ანუ ბაგისმიერ ლოცვას. ამიტომაც ვინც უგულებელს ყოფს რას? ლოცვაში ხარისხს და რაოდენობაზე გაკეთებს აქციას. ლოცვაში სიღრმეს და ზედაპირულობას მიანიჭებს უპირატესობას. ლოცვაში გარინდებას და რაღაცნაირად ილოცებს. თან იმოძრაობს, თან ილაპარაკებს, თან ვიღაცას რაღაცას ეთქვის, თან ილოცებს, ეს ლოცვა არის.
და თუ კი უარყოფს იესოს ლოცვას და ძიებას ლოცვისას და ლოცვის ძიებისას მწირ სიტყვაობას, ანუ 5 სიტყვამდე თუ არ ჩამოვა მისი ლოცვა აი ამ სული ზრდის შემდეგ, ანუ ეს რას ნიშნავს? როცა ადამიანი იზრდება, ის ნაკლებად ამბობს ვრცელ ლოცვებს. როდესაც ადამიანი იზრდება სულიერად, ნაკლებად გარეგნულია. როდესაც ადამიანი სულიერად იზრდება, ნაკლებად ავლენს ამ რელიგიურობას გარეგანში. შეუმჩნეველია, თითქოს პასიურია, მაგრამ მისი ეს დინამიკა იცით როგორ შეიძლება? მისი გამოვლინებით, მოყვასთან ურთიერთობაში, მასთან დალაპარაკებით, აუცილებლად მიხვდებით, რომ ის არის ღმერთთან, აუცილებლად მიხვდებით, რომ ის ღვთისკენ ისწრაფვის, აუცილებლად იგრძნობთ, რომ მასთან არის ღმერთი და იგი ღვთისკენ მისწრაფვის. ეს აუცილებლად იგრძნობა ადამიანში. ასეთ ადამიანზე ამბობენ მადლიანია, ასეთ ადამიანისკენ მიისწრაფიან, ასეთ ადამიანებს ეძებენ, ესეთი ადამიანები ცხოვრობენ და მის გარშემო ათასებს აცხოვრებენ. და ყოველი ის ადამიანი, რომელიც ცდილობს, რომ იყოს ზედაპირული ლოცვაში, არ ეძიოს სიღრმე, ჰქონდეს გარეგნულობა, ამბობს, რომ ეს ლოცვა იწვევს ხიბს და ამას იმიტომ ამბობს, რომ არ უნდა ეს სიღრმე და ის ჩარაკრაკება ურჩევნია, ესეთი ადამიანი ახლოს არის ფარისეულ სულთან. კიდევ რა არის მეზვერის მდგომარეობა? მეზვერის მდგომარეობა არის საკუთარი თავის ობიექტური ხედვა, ეს სულიერი ცხოვრება საკუთარ თავს ანახებს ადამიანს. და იცით რითი ანახებს? იმიტომ რომ მას აქვს მადლი, ანუ მას აქვს იმუნიტეტი დაინახოს მასში არსებული ჯოჯოხეთი და არ დაბრკოლდეს, არ მიიდრიგოს ასოწარკვეთილებისკენ. მას ყოფნის მადლისმიერი მდგომარეობიდან ვაჟკაცობა და გამბედაობა იმისა, რომ საკუთარ თავს რეალურად შეხედოს იმ დაცემულობას, რომელსაც თვითონ ატარებს. და მეზვერეობა მხოლოდ აი ამ მდგომარეობის მომცემი, ანუ ობიექტურად საკუთარი თავის ხედვა. რა თქმა უნდა, ობიექტურად საკუთარი თავის ხედვა შობს უღირსების განცდას. უღირსების განცდა შობს სიმდაბლეს. და სიმდაბლე რას? დაუცხრომელად ღვთისძიებას, იმიტომ რომ ამის მიერ სხვა გზა აღარ რჩება ადამიანს. და გარკვეულ საფეხურებს მიგვანიშნებს ჩვენ წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსი, ძალიან მოკლედ მინდა აი ამ საფეხურებზე თქვა და კიდე ნახეთ დაუცხრომელი ღვთისძიება არაფერია თუ არა ნამდვილი ლოცვა, ანუ ჭეშმარიტი ლოცვა. სწორედ მისი სიტყვა სამი საფეხური ღვთისძიების ანუ ჭეშმარიტი ლოცვისა ძალიან მოკლედ მინდა გითხრათ. ეს არის პირველი ჭეშმარიტი ლოცვა არის პირველად თავისაცნობა. ანუ საკუთარი თავის ობიექტურად ხედვა და ვაჟკაცურად დანახვა ამის. თვალის არ არიდება, თვალის არ დახუჭვა, თვალის არ დაბრმავება, არამედ დანახვა და თვალის გასწორება. და მე ამ პრობლემის მოსაგვარებლად ქმედება. მეორე ჭეშმარიტი ლოცვა რა არის? მეორე ჭეშმარიტი ლოცვა არის ღვთისძიებაი. იგი არის მოძრაობაი და მისწრაფებაი კაცისა სულისაი, ზეციერისა მამისა მიმართ. ანუ ადამიანი შეუძლებელი ერთ ადგილზე გაჩერდეს. იგი მოძრაობაში, ანუ დინამიკაში და დინამიკაში რატომ? იმიტომ რომ ისწრაფვის ღვთისკენ მთელი მისი არსებით. რატომ არ ჩერდება, რატო არ ისვენებს, რატომ არ არის თვითკმაყოფილებაში? იმიტომ რომ მან ისეთი რამ დაინახა, მან ისეთი რამ დაიტია მადლის მიერ, შეუძლებელია ამ ადამიანის გაჩერება. რომ უნდოდეს, არც მოუნდება გაჩერება, რომ მოუნდოდეს, მაინც ვერ გაჩერდება. შეუძლებელია ცეცხლმოკიდებული ადამიანი გაჩერდეს და ვიკითხოთ, რატო არ ჩერდებაო, ვერ გაჩერდება და ყოველი ესეთი ადამიანი, რომელიც დაინახავს ცოტათი მაინც თავის დაცემულ ბუნებას და ექნება უღირსების გასწრა, არის ცეცხლმოკიდებული ამ დაცემულობისგან. ამიტომ შეუძლებელია მისი გაჩერება. და მესამე ჭეშმარიტი ლოცვა მესამე ესე ამბობს გაბრიელ ეპისკოპოსი. ჭეშმარიტი ლოცვა მესამე არის უბრალოდ აიძულებს კაცსა, რაითა ადიდოს ღმერთი საქმეთა მისით. ანუ ჭეშმარიტი მესამე ლოცვა ნაყოფით ვლინდება და ხე ნაყოფის ცნობა, როგორც უფალი ამბობს და მისი ქრისტიანობა, მისი ის კი არა მე მეზვერე ვარ, ცოდვილი ვარ, უინა მეშველება, ამის ლაპარაკი არ ჭირდება, ამას აავლებს საქმე. და როცა იკითხებიან, რატო გამოსწორდი, აბა, რა უნდა ეხლა სხვა. და ეს კითხვა ჩდება იმის შემდეგ, რომ იგი გამოსწორებულია, ამის შემდეგ ეკითხებიან მას. და ისევ გაბრიელ ეპისკოპოსის სიტყვებით უნდა დავასრულო.
სიტყვა ღმერთო მოგვეც სიმდაბლე მეზვერისა მის ანუ იმ მეზვერის რომელიც არის სახარებაში ნახსენები იმიტომ რომ მეზვერები ბევრი იყვნენ და ყველა მეზვერი მისაბაძი არა ეს მეზვერია მისაბაძი რომელიც იგავურად აგვისახა ჩვენ ქრისტემ რომელიც მონანულია რომელიც დინამიკაშია რომელიც შემოქმედებაშია და რომელმაც გადაწყვიტა და რომელიც ქმედითა ნაყოფში ანუ საქმეში ავლენს მის ცვლილებას ანუ მოგვეც სიმდაბლე მეზვერისა მის და განაცე გულთაგან ჩვენთან ყოველი ფარისევლობა ამინ მადლი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი და სიყვარული ღმრთისა და მამისა და ზიარება სული საწმინდისა იყავთ თქვენ ყოველთა თანა ამინ